გირდება ხმელი მასალა. თუ ტყემლისგან დაამზადებ, მაშინ უტყემალი უნდა მოხარშო და ხელმერზე უნდა გააშრო. იმიტომ რომ დამუშავების პერიოდში დასკდება. ტიფლიდან დაამზადებ, დაუშვათ ხომ, მაშინ არ უნდა იმას პირდაპირ შეგიძლია დაამუშავო. იმას მოხარშო არ უნდა. გირდება ბურღვი. დანა რა თქმა უნდა, რომ დავამუშავოთ გარეთაკანი, სტეკლო აი გულის გასაწმენდად ისევ შკურკა შემდეგ აი ტრუბა რომ ტრუბა გჭირდება საწმისი თulis გასაკეთებლად სალამური წიფლის, დუდუკი კი ტყემლის ხის გამზადდება. შესაბამისი მასალის არჩევის შემდეგ მისი შიგთავსი იფურხება. შემდგომ კი ის სპეციალური ზუმფარიანი ხელსაწყოთის უკთავდება. ეხლა აგი არის დიდგულა და მე ძირითადად ვიყენებ ტყემალს. აგი უკვე გავბურეთ. ახლა უნდა დავუმუშავოთ გარეთაკანი. კარგად ალესილი დანით ითლება ხის გარეთა ნაწილი. შემდგომ კი ის ზუმფარიანი მილით მუშავდება. დანით ვამუშავებ, შემდეგ სტეკლოთი შემდეგ შკურკით ხო და მე ვატარებ ტრუბაში რომ მისი იგი სიჟუსტე დაიცვას. შემდეგ ამას ვამუშავებ სტეკლოთი, მინის შემდეგ ვამუშავებ შკურკით. გარეთა კანის დამუშავების შემდეგ სალამურზე ჟღერადობის გამანაწილებელი თვლები უნდა განთავსდეს. მათ შორის დაცილება სანტიმეტრ-ნახევრიანია. זה ყველაფერს ვაკეთებ უსტადური იმით ძალიან. მაგრამ ამიტომ ძალიან შემატევადია. სანამ სალამური ლაქით შეიღებება, მას ჰაერის გამანაწილებელი ენა უკეთდება. ერთი სალამურის დამზადებას 10 დღე სჭირდება. აი ხელების გაკეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ უკვე ტონალობა დაიკარგება. აქ წინა მხარეს ენას ვუკეთებ კიდევ. რომ ხმოვანება ჰაერი განაწილდეს და ხმოვანება ჟღერადობა იყოს. და ჰაერი თუ არ განაწილდა, მაშინ ჟღერადობა არ ექნება. ასე რომ ერთი სიტყვით ნახოთ რა გამოგვივა.